დიპლომატიურ კორპუსს თავად ჰქონდა სურვილი, რომ მოსულიყვნენ და ენახათ, როგორ მუშაობს პოლიტიკური დაკვეთების ფონზე სანქცირებული სასამართლო და ეს იყო პირველი შემთხვევა დათო გოგილაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, როდესაც ევროკავშირის და კიდევ 5 ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენლობა დიპლომატიური კორპუსი იყო მოსული საქალაქო სასამართლოში და მთელი 3 საათის განმავლობაში ესწრებოდა პროცესს, რომელიც მიმდინარეობდა ჩემს უკან მდებარე დარბაზში. ეკა გიგაური იყო მათთან ერთად და გამომდინარე იქიდან, რომ დიპლომატებს ჩვენთან კომენტარი არ გაუკეთებიათ პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენ სწორედ მას ვკითხეთ, მათი პოზიცია, ვინც თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეს სასამართლო პროცესზე მიიღო მონაწილეობა და დასწრებოდა ამ ყოველივეს. ეკა გიგაურმა გითხრა, რომ ამ ადამიანებმა ისედაც ძალიან კარგად იციან, რა ხდება საქართველოში და ამაზე მეტყველებს ის ნაბიჯები, რომელსაც ბოლო პერიოდში დასავლეთით გამს ესტონეთმა სანქცირებულთა რიგებში შეიყვანა ის მოსამართლეც, რომელიც დღეს დათო გოგილაშვილის საქმეს განიხილავდა, ეს არის ნინო ენუქიძე და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. ასევე გეტყვით ადვოკატის პოზიციას პროცესის დასრულების შემდეგ. დღეს თეონა ზაქარაიშვილი ამბობდა იმას, რომ ძალიან ნიშანდობლივია ის პროცესი, რომელსაც ვადევნებთ ბოლო 3 კვირის განმავლობაში თვალს, რომ პოლიციელები, რომლებიც მოყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეალურად არ არიან ის ადამიანები, რომლებმაც ეს პირები დააკავეს აქციაზე, შესაბამისად არ ფლობენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, როგორ მიიღეს ამ ადამიანებმა დაზიანებები და რეალურ ინფორმაციას მალავენ. თვითონ ის ფაქტი, რომ ისინი მოვიდნენ და მთლიანად პროცესს დაესწრენ, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ბრძოლას, საქართველოს მოქალაქეებს ამ ბრძოლაში და რა თქმა უნდა, ხედავენ იმ დარღვევებს, რომელსაც ადგილი აქვს, როგორც დაკავების, ასევე უკვე შემდგომ პერიოდში, მათთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ის თუ როგორ ირღვევა დაკავებულების უფლებები, როგორ ნაცემები არიან ისინი, მათზე მიდის ზალადობა, მათი წამება მიმდინარეობს და ძალიან კარგად ნახეთ დღეს კონკრეტულად დაკავებულიც საუბრობდა იმაზე თუ როგორ ცემეს და რა დღეში იმყოფებოდა ის მთელი ამ დაკავების შემდგომ პერიოდში. ამიტომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ეს არის ძალიან აშკარა, ზუსტად ამიტომ მოხდა კონკრეტული მოსამართლეების და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დასანქცირებაც, ხო? მათ აღწერეს, რომ დაზიანებები არ ქონდა, არ ჭირდებოდა სამედიცინო დახმარება და მასთან ერთად გაატარეს 10 საათზე მეტი და აღმოჩნდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. დათომ აღწერა ის მდგომარეობა, როგორ ძალით ჩამოაბანინეს სისხლიანი სახე და როგორ აიძულებდნენ იმისთვის, რომ სურათი გადაეღოთ, შესulis ეგრეთ წოდებული გაფორმების სურათი, ცხვირში სხვადასხვა ხასიათის ქაღალდი, აი ამით შეეჩერებინა სისხლდენა და ესე გადაეღოთ სურათი. ეს სინამდვილეში არის წამება და არა ადამიანური მოპყრობა. დიპლომატები, რომლებიც დღეს საქალაქო სასამართლოში მოვიდნენ, იყვნენ ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, ესტონეთიდან, ბრიტანეთიდან, დანიიდან, ნიდერლანდებიდან და ჩეხეთიდან. დიპლომატები ესწრებოდნენ მთელი 3 საათის განმავლობაში საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს და საკუთარი ყურით ისმენდნენ იმ სასტიკ წამების ისტორიას, რომელსაც დათო გოგილაშვილი უყვებოდა მოსამართლეს, თუმცა ერთადერთი, რაც მან ნინო ენუქიძისგან სანქცირებული მოსამართლისგან მოისმინა, არის ის, რომ ამ სასამართლო დარბაზში არ განიხილება მასზე ფიზიკური ანგარიშ სწორება და მხოლოდ მისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გარშემო უნდა ისაუბროს.